ჩვენი შემდეგი სტუმარია ჯგუფი ბანი. მოგესალმებით, ჩემო მეგობარო ბანელებო. მადლობა მოგზანებისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ აი ეს ნიჭიერი ადამიანი მასტუმრეთ ბატონი ამირან ჭიღლაძე, რომელიც არის თქვენი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობის პოეტური ტექსტის ავტორი და ძალიან მიხარია ჩემო ამირან რომ მოგზანდი. მე ძალიან მიხარია თქვენთან როგორ თქვენ ჩვენს შოუში როვა. გენაცვალე. მილიონობით ნახვა აქვს ბიჭების სიმღერას და აი ამ ყველაფერში არის შენი პოეტური მადლი. და მინდა კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით. რა არის შენთვის ჯგუფი ბანი და შენ როგორ აღიქვა მათ სიმღერებს როგორც მსმენელი და როგორც ავტორი? პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ. მთელი ბავშვობა, ჩემი მთელი შეგნებული ბავშვობა, რაც მოვდივარ და რაც მახსოვს, თქვენს ჯანსა, ჯანმრთელ იუმორზე ვიზრდები, თქვენ შემოქმედებაზე ვიზრდები და აქედან გამომდინარე, როცა მე მაყურებელი თქვენი ვიყავი, მსმენელი თქვენი ვიყავი და როგორ შეიძლებოდა რომ რაღაცა ფეხი დამსცენოდა და სხვანაირად დავსულიყავი. მართლა ასე ვალალაფიზა. 14 წელია არცად არ არის საუბრობ. მართლა მთელი გულით ვიძახი ამას და მადლობელი ვარ უფლის რომ თქვენთან ვარ დღეს და ასე პირისპირ. მადლობა ჩემო, იცოცხლე შენგენას. რაც შეეხება ლექსებს, ლექსი ჩემი საქმე საერთოდ არ არის. კარგი დასაწყისია. პოეზიაში ერთი პატარა ფეხიც არ მაგადადგმული. მე მქონდა შეხება ბევრ ლამაზ, გემრიელ, აი მართლა მაგარ პოეტებთან, ახალგაზრდებთან რა თქმა უნდა, შემოქმედა კავშირი მქონდა ასეთი. გავაკეთეთ და ვეძებდით რეგიონებში, რაიონებში ვეძებდით ხოლმე ნიჭიერ ადამიანებს. ვკრებდით ჩვენი სახსრებით რაც მქონდა, ჩემი მანქანით მივდიოდი რაღაცა ვკრებდით ამ ხალხს და ცოტა ცნობილი ვინც იყო, ცნობადი სახეები, იმათთან ერთად სცენაზე ვაყენებდით და რაღაც გამოდიოდა ხოლმე კარგი შეთავსება ამ ყველაფრისა და პატარა ბიჭმა გოგოებმა გზა გაიკვლიეს აქედან. ეს იყო ჩემი მხოლოდ და მხოლოდ შემოგვეთებდი მხარე. სულ მუდამ მინდოდა ხელოვნების სფეროში მოხვედრილი ყავი, რაღაც გამეკეთებინა, აი რაღაც. თუმცა ნიჭი ამისი არ აღმოჩნდა რა თქმა უნდა რაღაც რო გამეკეთებინა ჩემი რო შემექნა დედა არაჩვეულებრივი მამა არაჩვეულებრივი ძმა არაჩვეულებრივი წერენ კითხულობენ მეცნიერები კლევარები არიან და მე არაფერი არ ვარ ვერ ვარ რა და ვიცი საიდან როგორ ეს ყველაფერი წამოვიდა აგერ ჩემი ძმის გული ბესო მეტრეველი ჩვენ ძალიან აი ყრმობიდან მოვდივართ ერთად და საერთოდ ბანი არ არსებობდა მაშინ გარმონზე უკრავდა რა. თან გორა ტყეტყე დავდიოდი უბან ქუჩა და ვღეროდი ჩვენთვის ამან ნოტი არისო და მე სიმღერა არისო და ვესგებულობდა ვერაფერა. მე მოხდა ისე გავიდა წლები და ერთვენიერ დღესაც მანქანაში შავიჯნე ვიპოვე ახალი აღმოჩენა შემთვის რაჭული. და ახალი ჯგუფი მაშინ იშვიათი ეხა და თან ესეთი სტილი ძალიან იშვიათი იყო. თან სტუდიური ესეთი კარგად ჩაწერილი და ახარებული ვარ და ბესოს უნდა ვახარო ეს ყველაფერი. მანქანით მივდივარ ბესო ცოტა შორს ხოვრობდა გაჩერებიდან და დამძიმე გარმონით რომ მოდიოდა ხოლმე. ჩავისოდი მანქანაში როცა დავემთხოვ თერთმეტზე მივყავდა სახლამდე და აქ გზად მიხარია რომ ვახარო რაღაც ახალი გამოვიდა ბიჭო ბიჭები არიან პატარა ბიჭები არიან რაღაც კაი სიმღერა ჩაწერეს და ჩავსხეთ მანქანაში ჩავთე ეს რაჭული და ბესო უსმენს ეს. კარგიო, რა კარგი რაღაც არის ჩვენიერიო, მაგრამ მოდი ერთხელ კიდე მომასმენო. მე მომეწონა კაც რა კარგია. ჩავთე მეორედ უსმენს და ეს მე მგონი ჩემი ჩაწერილია. ჩაწერილი გასო კასტელ 21 ვარ, რა ჩაწერა, რანაირად. ეს ჯგუფი უკვე საკმაოდ ცნობილია და ასე გამოვიდა რომ ბანის წევრი რომ იყო, მე ვაუწყე ეს. თვითონაც არისო და თუმე მართლა ამას ჩაუწერია ჩვენი მეგობარი მაშინ უფროსი ადამიანი იყო, ვისაც უნდა ჩაეწერა ეს სიმღერა. აცხონოს ღმერთო. ზურასი და მონიზე შესაძლებელი ადამიანი და გარმონის ნამდვილი იმ ადამიანმა რაღაც ვერ მოიცალა თუ შეუძლოთ იყო და უთხრა ბესო შეხელა ბიჭებია გადი ერთიო ჩაწერო და იმის მერე წამოვიდა ეს ყველაფერი. ამ რაჭულის მერე ბიჭებს მოუნდათ ჩაწერა კავკასიური თემები იყო რა ძალიან აქტიური და მოდიო ჩავწეროთ და ბესო მოდი შენ დაწერეო. ბესო მე ვთხარი რა დავწერო ბიჭო რა უნდა დავწერო. მე ბიჭო ხო წერდი მე მომწონს ეს შენ ლექსები რა საწერ მიდი და ძალიან ჯინიანი ყავს ბესო მეტრეველი და ავედი ავკანკალდი სახლში და დედა მყავს არაჩვეულებრივი მწერალი, პოეტიც არის, პედაგოგი, მასწავლებელი ყველაფერი და დედა ჩემს თხოვები, დედა მე ვთხარი დავიწყებდა და ამეხმარე რა. აი ესეთი რაღაც მოხდა მეთქი, იქნება დამეხმარო. კი ბატონო შვილო რაზე ლაპარაკიო და დავიწყე რა, ხან დავიწყე და დავიწყე. აღარ გავჩერებულა ის. თავშივე გეუბნებით, ამის შემდეგ ამ კაცის გარეს აღარ მოხდება. ყოველთვის მოვიყვანეთ ამირანი. მოდი დღევანდელ სიმღერაზე თქვა, დღევანდელ კომპოზიციაზე. დღეს რა შევასრულებთ ჩვენ შოუში? ეს არის სული 60, რომელიც 2014 იყო თუ არ ვხვდები. მალევე კავკასიური რო ჩაიწერა, მალევე დაიწერა ეს ტექსტი. ძალიან მალე 2014-დან დროა გასული, ხო? კავკასიური ბალადაც, მალიკაც, რაც მაქვს 10 მაქვს დაწერილი თუ 11 ეს არის, არ ზუსტად თავის, აი 10-დან 11-მდე მაქვს დაწერილი და
ყველა მაინც იყო ჩვენი საავტორო არც ერთი არ იყო თითქმის რა რამოდენიმე ხა დავიწყეთ ამ საავტოროებზე რომ ჩვენი იყოს მელოდიას, მუსიკას და ტექსტიც. ტექსტი კი ბატონო ჩემი იყო, მაგრამ ის დანარჩენი კავკასიური მელოდიები იყო, რაც ყველა მიცის. მოდიო რაღაცა იყო, მოხვდესო, სულს და გულს რომ მოხვდესო ადამიანსო რა, ქართული დავწეროთო რა, ჩვენი იყოსო და მე ჩემი სული სამოძახილი გავაჟღერე ასე და ბიჭებმა ხელი შემიწყეს ამაში. ესენი ჩემი სიტყვა არიან, რასაც ქვია. მე ჩემი სიტყვის თქვა რომ მინდა, აი ეს ადამიანები მეხმარებიან აღოლაფერში. გაიხარეთ. გადავიდეთ მაშინ ახლა ამ სიმღერაზე და ეს სული სამოძახილი ჩვენი შოუდან თქვა. სიტყვა ჯვარსაც ვანამდვილი